ბრიუსელი მსოფლიოში ლობირების მეორე დედაქალაქია, აქ დაახლოებით 30-დან 40,000-მდე ადამიანია ლობისტად. უფრო მეტი ლობისტია, ვიდრე ევროპარლამენტში მომუშავე ადამიანები ერთად. ჩვენ ვამბობთ, რომ თითოეულ ევროპარლამენტარზე 10 აშკარა ლობისტი მოდის, ასე რომ ეს ძალიან ბევრი ადამიანია და ბრიუსელში მცხოვრებ ამ ადამიანებზე დახარჯული თანხა სრული სიგიჟეა. რამდენი იქნებოდა თქვენი აზრით? ეს ძალიან საინტერესო შეკითხვაა. მოდით ვთქვათ, ჩემთვის არსებობს რაღაცები, რაც სიმართლეა და რასაც კამათი არ სჭირდება, ასეთია მაგალითად მეცნიერება. გეთანხმებით, გალილეო იყო, რომელმაც თქვა, რომ დედამიწა არ იყო სამყაროს ცენტრი და ციხეში ჩასვეს, რადგან კონსენსუსი ამბობდა, რომ ჩვენ ვიყავით დედამიწის ცენტრი. მანამდე ამბობდნენ, რომ დედამიწა ბრტყელი იყო, ამიტომ ხშირად ის, რაც გონია, რომ სიმართლეა, სიმართლე არ არის. მაგრამ ჩვენ როგორ უნდა წავიდეთ წინ, როგორც საზოგადოება, ყველაფერი ეჭქვეშ უნდა დავაყენოთ? კი, ჩვენ ყველაფრის ეჭქვეშ დაყენება გვჭირდება. არა, არ გეთანხმებით, ასე საზოგადოება წინ ვერასდროს წავა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დავიჯერებთ, რომ დედამიწა სამყაროს ცენტრია. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.